მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემაა უნდა თუ არა შერიგება. გაშლაში გვექნება 3 ვარიანტი. შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს და ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას უნდა თუ არა თქვენთან შერიგება. პირველი ვარიანტი იქნება ჩქარობს ამეთვისტო. მეორე ვარიანტი იქნება ასე ახლოს დავდოთ რომ კარგად ჩანდეს. მეორე იქნება ფირუზი და მოდით მესამე იყოს ვარდისფერი კვარცი. აი ამ სამიდან აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი, აირჩიეთ მინერალი და ამის მიხედვით ვნახოთ რა პასუხებს გვეტყვის ტარო. ვისაც სურს ჩემთან კონსულტაცია, პირადი კონსულტაცია შეგახსენებთ, რომ უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერი 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის მესენჯერში. მას ასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ამეთვისტო, გადავდოთ ესენი დროებით და ვნახოთ უნდა თუ არა ჩაფიქრება, ბოდიში, უნდა თუ არა შერიგება თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ექსპრეს გაშლას ვაკეთებთ. საქმე იმაშია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ბრძანდებით ამ პიროვნებისთვის თქვენ, მაგრამ მას აფერხებს შერიგება როგორ არ უნდა, აი თითქოს წკიბზე არის ადამიანი მისული, მაგრამ აქ არის პრობლემა მდგომარეობის იმაში, რომ მას აქვს გარკვეული შიშები. აი ეს მერყეობა, აი ის რომ ვერ გადაწყვიტა მან რატო არ მოდის აქამდე, ხო, თქვენამდე, რატომ არ რიგდება, რატომ არ დგავს ქმედით ნაბიჯებს თქვენთან შესარიგებელს, ეს არის შიშები, რომელიც მასში არის, თორე ერთმნიშვნელოვნად თქვენ მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პიროვნება ბრძანდებით. უნდა, აიცით როგორ არის თან, აი ჩქარობს, რაღაცას უჩქარობს, რას უკავშირდა, ისე და ისე თავის ქმედებებს. აი, იცით რა არის, უნდა რომ აჩქარდეს, უნდა რომ იმოქმედოს, შეიძლება ქაოტურად მოქმედებს. აი, ვიღაცასთან შეიძლება ესეც გათამაშდეს, რომ ქაოტურად მოქმედებს ეს ადამიანი, რაღაცებს აკეთებს და ქმედითი ნაბიჯები არ გამოდის, ხო, ბევრს რაღაცას ერთად, შეიძლება არასწორი ნაბიჯები, სპონტანური, ხო, ესეთი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ აი საქმეს არ წაადგება ეს ყველაფერი, ხო, როგორც თვითონ იქცევა, იმიტომ რომ მართლაც ქაოტური არის. რაღაცნაირად შებოჭილია ეს ადამიანი თან, იცით, აი შინაგანად არის ეს რაღაცა შიშები, აი არის რაღაცა დაბრკოლება და შებოჭილია, ხელფეხშეკრულია რაღაცნაირად შინაგანადაც ადამიანი ისევ და ისევ თავისი შიშებისგან. აქ შეიძლება ენერგეტიკული ამბავიც იყოს, შეიძლება ვიღაცებთან ისეც გათამაშეს, ვიცით ხომ, რომ ეხა საჯარო გაშლას ახლებისთვის ვამბობ, თორე ძველებს მე მგონი მოვაბეზრე უკვე თავი, რომ საჯარო გაშლა არის, გათვლილი არის რამდენიმე ათას ადამიანზე და რა თქმა უნდა, აქ მაინც ასე თუ ისე ზოგადად უნდა ვისაუბროთ, თუმცა ჩემი გაშლები ძალიან ესეთი ვრცელია ხოლმე, ხო, დეტალურია, მაგრამ ძალიან უნდა ვთქვა, გაითვალისწინებთ, რომ ქმედით ნაბიჯებს საჯარო გაშლით, მით უმეტეს ვარიანტებზე, როდესაც არის, ხო, და მით უმეტეს ექსპრეს გაშლა, როცა არის, ამაზე მთლად დასკვნებს რომ გავაკეთებ და ქმედით ნაბიჯებს, გადაწყვეტილებებს, სერიოზულ გადაწყვეტილებებს, მივიღებთ ხოლმე. ამისთვის საჭირო არის პირადი კონსულტაცია, რომ ზუსტად თქვენზე იყოს მორგებული, ზუსტად თქვენზე მორგებული რჩევა იყოს თქვენ სიტუაციაზე. აი, აქ შეიძლება რატომ გავაკეთე, ხო, აი ამ ხელა გადახვევა. აქ შეიძლება იყოს მესამე პიროვნებაც, აი უნდა, მაგრამ მას აჩერებს, ხო, შეიძლება აშინებს, აშანტაჟებს, სხვადასხვა გზებით აჩერებს, მაგრამ არ უშვებს, ხო, მაგრამ შერიგება ამ ადამიანს, ანუ ჩვენი გაშლის
თემა რაც არის, უნდა თუ არა მას თქვენთან შერიგება მას ნამდვილად უნდა, მაგრამ ნუ აი ისევ და ისევ მერყეობს. აი რა გავაკეთო? აი თან შიშები მაქვს, თან ამ ადამიანს ვერთმობ, თან თქვენსკენ იყურება, თან მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში, მაგრამ ვერც იქით მიდის, ვერც აქეთ მოდის, ხო? ნუ თავარია, რომ პასუხი გაგვცათ აი ამ შეკითხვაზე, რაც ჩვენ გქონდა, უნდა თუ არა შერიგება, დიახ, მას სურს ნამდვილად თქვენთან შერიგება. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, ველოდები თქვენს გამოხმაურებას, როგორ რეზონირდა პირველი ვარიანტი თქვენთან და მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც აარჩია ფირუზი. მეორე ვარიანტი და ვნახოთ, უნდა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან შერიგება. მოდით ვნახოთ ახლა რა ხდება აქ. მეორე ვარიანტებსაც შევახსენებ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, არ მირეკავთ, უბრალოდ უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერი 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის მესენჯერში. Facebook გვერდის მესენჯერში. ესე იგი, მეორე ვარიანტება უნდა თუ არა თქვენთან შერიგება. არ ვიცი, ახლა იცით რა არის. ეს პიროვნება აი მეორე ვარიანტი უფრო არის იცით ვისთვისაც ეს ადამიანი არის ოჯახის წევრი. ხო? უფრო აი ოჯახის წევრზე შეიძლება ვთქვათ მეუღლე, ხო? ან ადამიანი, რომელთანაც თქვენ უკვე დიდი დრო გაქვთ გატარებული წლებია, ერთად ურთიერთობთ, ხო? ამიტომ რომ აქ ძალიან ძლიერი ენერგეტიკული კავშირი არის. თქვენ მისი ოჯახი ხართ, ხო? ანუ თავის ნაწილად მიგიჩნევთ ეს ადამიანი, თავის ცხოვრების ნაწილად, თავის ცხოვრების თანამგზავრად მიგიჩნევთ ეს ადამიანი. მაგრამ რატომღაც აი ესეთი აბოდიალებული ყავს, ხო? გვერდიდან უყურებს სიტუაციას, რატო უყურებს აი ამ სიტუაციას, რა არის აქაც სამკუთხედი გვაქვს? აქ რაღაცა ფინანსური თემებიც არის, მატერიალური საკითხებიც არის, მატერიალური პრობლემები შეიძლება სამსახურთანაც იყოს დაკავშირებული, ან ოჯახში არსებული მატერიალური პრობლემები შეიძლება შემოსული იყოს. უბრალოდ ნახეთ რა არის. თქვენ აღიქვავთ ეს ადამიანი როგორც ოჯახის წევრს, როგორც თავის მეორე ნახევარს, მაგრამ უყურებს ამ სიტუაციას გვერდიდან. ხო, თითქოს ამაში არ მონაწილეობს და სრულიად ჩაკეტილი არის თქვენთან. თქვენგან და თქვენგან გამოცლილია ძალიან ესეთი გამოცლილი ენერგია აქვს ამ ადამიანს, დაცლილია თითქოს, გამოფიტულია. ეს შეიძლება რაღაცა ნერვიულობები იყო, ხო, რაღაცა პრობლემები, მით უმეტესად ფინანსური ამბებიც გამოჩნდა, ხო, ან სამსახურთან რაღაცა მატერიალური სახის პრობლემები, ეს ვიღაცასთან შეიძლება ბინასთან დაკავშირებული იყოს, ვიღაცასთან მანქანასთან დაკავშირებული, ხო, იმიტომ რომ მატერიალურ საკითხის პრობლემებზე გვაქვს აქ საუბარი, ხო? მაგრამ ემოციურადაც ეს ადამიანი ძალიან დაცლილია. რაღაცა თავზე აი თითქოს ჩამოენგრა მასაც და თქვენს. ძალიან ესეთ სურათს გვიხატავს, ხო, აქ საკმაოდ მძიმეს, საკმაოდ ესეთ ნეგატიურს, ადამიანი დაღლილია, დაქანცულია, ემოციურად გამოცლილია, ესეთი სიგნიფიკაცია გაგვიკეთა, ხო? და ეცეთ რა არის, პატარა ბავშვით იქცევა აქ, აქ ნახეთ, მე ხშირად ამასაც, იმიტომ რომ უმეტესობას აინტერესებს ეს, რომ აი ეს მიზეზები რა შეიძლება იყოს. იცით რა არის ხა, როდესაც აი ესეთი ამ შეკითხვაზე ესეთი პასუხი მოდის, ხო, აი ესეთი სამი არკანი მოდის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ არის მაგია კიდევაც, ხო, აი რო ამბობენ, გაუკეთეს რაღაცა. შეიძლება იყოს ეს ამბავიც აქ. რომ იყოს აქ მაგია, იმიტომ რომ აქ თითქოს ნახეთ პრობლემები წამოვიდა არა მხოლოდ ურთიერთობაში, არამედ ფინანსური, მატერიალური სახის პრობლემებიც წამოვიდა. რაღაცა რამდენიმე თემა აირია თქვენთან ერთდროულად და აქ შეიძლება რაღაცა სერიოზული მანიპულაციები იყოს, შეიძლება სერიოზული ზემოქმედებები იყოს, ხომ? რაღაცა ასეთი მიზეზები უნდა თუ არა შერიგება. ძალიან ჩაკეტილია. კი, აი ისევ და ისევ იძახის, რომ თქვენ ხართ მისი მეორე ნახევარი, თქვენ ხართ მისი ოჯახი. თქვენ ხართ მის ცხოვრების თავმზარი. არანორმალური შიშები, არანორმალური ენერგიის ცვლილება, ხასიათის ცვლილება, რაც აქ არის, წამოსული ენერგია, შფოთვა, მძიმე ძილი, ესეთი შიშები, აი ყველაფერი ერთად არის. თან ეშინია, იცით?
თან უნდა თან ეშინია ამ შერიგების უნდა, მაგრამ აი ჩათვალეთ რომ ეს ადამიანი ეხლა ამ ეტაპზე ყოველი შემთხვევაში არის აბსოლუტურად ბურუში. ჩათვალეთ რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში. ხო და არ აქვს აღიაზრი, ვერ აზროვნებს ისე როგორც საჭიროა, ხო აი ძილბურანშია თითქოს ხო ან აი ადამიანი რო თრობის ქვეშ არის ხო და ვერ აღიქოს, ვერ აანალიზებს ყველაფერს ბოლომდე წესიერად, აი ესეთ მდგომარეობაში. კი, იძახის რომ აი ეს ადამიანი ჩემთვის ჩემი ნახევარია, ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ სადღაც საერთოდ სხვაგან ვარ, აი გათიშულია მისი ტვინი, მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ. აი ასეთი პასუხი გაგვცა მეორე ვარიანტმა. ჩემთვის ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებდა რეზონირდება თქვენთან ეს გაშლა, მეორე ვარიანტი შეგიძლიათ მომწეროთ, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე და უფრო დეტალურად ვნახოთ რა ხდება აქ. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე, ვინც აირჩია ვარდისფერი კვარცი და ვნახოთ უნდა თუ არა ამ პიროვნებას თქვენთან შერიგება. უნდა და გზებსაც ეძებს. რა არის კაცო ეს რა გადაბმულია ყველაფერი. მესამე ვარიანტებო. სამივე ვარიანტს მოусმინეთ. ну განსაკუთრებით მეორე ვარიანტს უფრო სწორედ. აი მესამე ვარიანტებო მოусმინეთ მეორე ვარიანტსაც რა. მე ვახშირად ვარიანტები ჩემთან ერთმანეთს მოусმინეთ მეორე ვარიანტსაც, იმიტომ რომ ძალიან ინფორმაციული იქნება თქვენთვის, თქვენს გეხებათ ის რაც მეორე ვარიანტში იყო, აქ არის, აქ ისევ და ისევ შიშები, ეს ადამიანი ჩქარობს, უნდა მოვიდეს, უნდა ნაბიჯები გადადგას, უნდა რაღაც ქმედითი, მაგრამ აი იცით როგორ არის, თითქოს აი ძალიან დიდი ესეთი ტონი, 10 ტონიანი დაადეს მხრებზე სიმძიმე, ხო, ძალიან დიდი სიმძიმე და აი ამ სიმძიმიდან მას უჭირს ამოსვლა. აქაც ისევ და ისევ შიშები, აქ შეიძლება კიდევ ამ ვარიანტში შეიძლება ასეც რაღაცას გათამაშეს, რომ მას ინტერესი აქვს დაკარგული, როგორც ქალის მიმართ, არა იმიტომ რომ არ უნდიხართ როგორც ქალი, უბრალოდ მას არ შეუძლია ხო რაღაც პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეიძლება ყველასთან არა, რა თქმა უნდა. შეიძლება იყოს აქაც ისევ და ისევ შესაძლოა რომ მესამე პირი იყოს ჩარეული, ისევ და ისევ გვერდიდან უყურებს. მესამე ვარიანტებო. ძალიან ბევრი რო არ ვისაუბრო. იგივე თემა ამოდის აქ. მოусმინეთ აუცილებლად მეორე ვარიანტს და ნახეთ. და სრული სურათი დაიხატება უკვე თქვენთან ფაქტიურად, სამივე ვარიანტის მოსმენა შეგიძლიათ პრინციპში და სრული სურათი დაიხატება უკვე თქვენთან რა ხდება და რა სიტუაცია არის აქ. უნდა, მაგრამ აი იცით როგორ არის? აი გადაკეტილი. მორჩა. აი ესეთი ამბავი არის აქ. ჩქარობს ქაოსი, სიჩქარე, სწრაფი სპონტანური დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, შიშები, აი ეს შფოთვა, ცდილობს რო ასხავს ადამიანი. ხო, აი რაღაცა სულ აი ესეთ მოძრაობაშია, სულ ესეთ ქმედებებშია. და თითქოს აი არ ვიცი შეიძლება ახლა აქ სასმელ დამოკიდებული გახდა, არ ვიცი შეიძლება რაღაც ისე ნივთიერებებსაც აი ან არის მაგია, ხო? ან არის მაგიური ზემოქმედება, იმიტომ რომ ადამიანი ფხიზელი არ არის. აქეთ ნიშნებოვნად ადამიანი ფხიზელი მდგომარეობაში არ არის. ვერ აკეთებს არჩევანს, ვერ დგავს ნაბერს. სულ იძახის, ხო, აი სამომავლოდ, აი ჩემი ოჯახი არის, აი ჩემია ეს ყველაფერი, მე მართავ, გონია რომ მართავს ყველაფერს, გონია რომ აკეთებს თვითონ ყველაფერს, მაგრამ აი მართლა ილუზია რა, ესეც არ მართავს. და ისევ და ისევ, აი მართლა საოცარია, ისევ და ისევ, აი ეს არკანები, როგორც მეორე ვარიანტზე დაჯდა ზუსტად და იმიტომ გეუბნებით, რომ მოусმინეთ თქო მეორე ვარიანტსაც აუცილებლად და პირველიც ასუროლია რომ ნახოთ. აი აქაც აბსოლუტურად ზუსტად იგივე, რომ სვავ შეკითხვას რატომ და ზუსტად იგივე არკანებიდან სამივე დაალაგდა ერთი მეორეს მიყოლებით, რომ აი ჩამოგენგრათ აქ თავზე ყველაფერი ძალიან სპონტანური, დაუფიქრებელი, სითი გახდა ხო, აი ჩქარა და რაღაცა ისე ვერ გამოდის ხო, ვერ ლაგდება სიტუაცია. ბევრი დაუფიქრებელი ნაბიჯებია, შეიძლება ამით მე კიდე უფრო მეტად ტკენს თქვენ ერთმანეთს გულს ხო, უფრო მამაკაცის მხრიდან რა თქმა უნდა.
აქ თქვენ დამნაშავე ნაკლებად ხართ რამეში. შეიძლება უნდა, ხო, აი ესეთი ამბავია, მაგრამ ამის მიღმა იმდენი რაღაცა არის, ამის მიღმა იმდენი პრობლემა არის, იმდენი წინაღობა არის, ხო, ამბობ შეიძლება სხვა ადამიანებიც არიან, რომლებიც ერევიან თქვენს ურთიერთობაში. აი ესეთი გაშლა გამოვიდა მოკლედ, არ ვიცი. ვისაც გსურთ რეზონირდა და გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, მომწერეთ. WhatsApp-ში ან Viber-ში არ მირეკავთ, მომწერეთ WhatsApp-ში ან Viber-ში, ნომერზე 5111818, ასევე ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში შეგიძლიათ მომწეროთ. და საინტერესოა, როგორ რეზონირდა ასევე დამიწერთ იმედია კომენტარებში. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე, ყველას უკლებლივ, მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილ დღეობას გისურვებთ.